დილით რო არ ახსენები და აი საღამოზე რო ახსენები და მაშინ რო გწერს. აი უაზროდ რო ბლატაობენ, ბევრი გოგო მეგობარი რო ყავს. მშობლის უპატივცემულობა ჩემთვის რედ ფლეგი. მოკლებულები არიან ცოტა ჯელტმენობას და რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი რედ ფლეგი ბიჭში? დედან მშობელი მამაც ტელეფონზე რო ურეკავს და თვითონ რო ელაპარაკებიან. მშობლის უპატივცემულობა ჩემთვის რედ ფლეგი. და რა არის green flag-ი? ქალის პატივისცემა რო იცის ბიჭმა. იცის როგორ უნდა მოექცეს ნამდვილად ქალს. და როგორ ფიქრობ, სად სწავლობს ბიჭი ყველაზე საუკეთესოდ ქალის პატივისცემას? ოჯახში. ვინა სწავლის? დედა და მამა. და არა მარტო ბებიაც და ბაბუაც. და თუ მათ ელაპარაკებაც უდათ, ესე იგი მათი ბრალია. ნუ შეიძლება. ან სოციუმის, სადაც მეგობრები კი. მაგრამ მაინც მე მგონია რომ ოჯახში ისწავლება და მერე სოციუმში. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი ბიჭში? უყურადღებობა და აი დილით რო არ ახსენები და აი საღამოზე რო ახსენები და მაშინ რო გწერს. აი ანუ გაგვიძებისთანავე რომ არ ახსენდები. და რა არის ყველაზე დიდი green flag-ი? ქალის პატივისცემა რო იცეს და ყურადღებას საჭირო დოზით რო იჩენს ეგ. არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი ბიჭში? ბევრი გოგო მეგობარი რო ყავს. უი, რატომ არ შეიძლება გოგო მეგობრები ყავდეს? კი, მაგრამ ჩემზე მეტი როცა ყავს, არა. და რა არის green flag-ი? green flag-ი არის ყურადღებიანი როა. კი. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი ბიჭში? ალბათ წუწუნი. ოღონდ როდესაც შეუძლია რაღაცის გაკეთება და რაღაც მიზეზების გამო თავს იკავებს. იმისთვის რომ დისკომფორტი შეექმნას მაგალითად და ამ ყველაფრის გამო უკან იხევს. და რა არის green flag-ი? ამ დროში ძალიან ბევრი რაღაცა უკვე ბიჭისთვის green flag-ი, იმიტომ რომ მოკლებულები არიან ცოტა ჯელტმენობას და ძველებურ ყაიდაზე აღარ არიან ესე ვთქვათ. ამიტომ ესე კონკრეტული არ მახსენდება. იქნებ მაინც რამე ერთი ისეთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაიხსენა. აი უთქმელად როდესაც შეუძლია რომ რაღაც გაგიკეთოს. ნებისმიერი შეიძლება ძალიან წინ კონდეს ნათქვამი რაიმე, მაგრამ ახსოვდეს ეს დეტალები და შემდეგ წინ დაგხვდეს ურთიერთობაში ან ნებისმიერი სახის ქმედებაში. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი red flag-ი ბიჭში? ჩემთვის არის ის, რომ აი უაზროდ რო ბლატაობენ და ცხოვრების მიზანი რომ არ გააჩნიათ ალბათ. და რა არის green flag-ი? რომ აქვთ ადამიანის პატივისცემა და ერთგულება.